ორი პირი გვყავს გამოსაკითხი დღევანდელ სხდომაზე. ესენი გახლავან ბატონი მამუკა კვარაცხელია და მსოფლიოში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე. მე ვთხოვ სამდივნოს, რომ ორივე პირი შემოაცილოს დარბაზში და ასეთ მეთოდს გთავაზობთ, რომ ჩვენ მოусმინოთ ბატონ მამუკა კვარაცხელიას ჯერ ბატონი გიორგი ნემსაძე იქნება დარბაზში ჩვენთან ერთად და შემდეგ მოусმენთ ბატონ გიორგი ნემსაძეს. რატომ ასე? იმიტომ რომ ორივე იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს და თითოეული მათგანი გვიამბობს თავს, რაც გადახდათ. მარტო იმ ფაქტის გამო მოგესალმებით, დაბრძანდით ბატონო გიორგი, დიდი პატივისცემა თქვენ დაბრძანდით. ბატონო მამუკა, დაბრძანდით. თუ რა გადახდათ თავს, ერთი და იმავე არჩევნებში, როდესაც თითოეული მათგანი ბატონი გიორგი, ბატონი მამუკა კენჭს იყრიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციაზე. ბატონი მამუკა კვარაცხელია, მოგესალმებით, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ბატონი მამუკა იმ დროსაც და დღესაც იყო და არის UEFA-ს მედია ოფიცერი. ის არის დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების სამსახურის ხელმძღვანელი და მაღალი დონის პროფესიონალი და სპორტული ჟურნალისტი, მწერალი. მას დიდი ღვაწლი აქვს ფეხბურთის განვითარების საქმეში საქართველოში და არ მხოლოდ საქართველოში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ UEFA-ს სტრუქტურებში ბატონი მამუკა ძალიან მალე დაწინაურდება კიდეც და კიდევ უკეთესად და მაღალ დონეზე წარმოადგენს მსოფლიო ფეხბურთის ინტერესებს და საქართველოს და ქართული ფეხბურთის ინტერესებს. ბატონო მამუკა, სანამ მუშაობა შევუდგებოდეთ, მე მინდა გაგაფრთხილოთ, როგორც ამას ითვალისწინებს პროცედურა, იმის თაობაზე, რომ თუ თქვენ კითხვებზე პასუხს არ გასცემთ, ან პასუხს თავს აარიდებთ, ან კიდევ განზრახ გადაწყვეტთ, რომ ცრუ ახსნა განმარტება მოგცეთ, ეს ყოველივე ისჯება სისხლის სამართლის წესით და ამ გაფრთხილების დასტურად გთხოვთ იმ დოკუმენტს, რომელსაც თქვენ უკვე გაეცანით სამდივნოსთან ერთად ხელი მოაწეროთ, დიახ, თუ შეიძლება. და ამის შემდეგ ასეთ რამეს გთხოვდით. რითაც იყოს თქვენთან სამდივნოს შემდეგ ამას ჩაიბარებს. თქვენ რომ აიღოთ 10-15 წუთი და ქრონოლოგიურად დაწვრილებით და ისე როგორც სპორტულ ჟურნალისტს და მწერალს შეეფერება გასაგებად მათთვის, ვინც საერთოდ პირველად მოისმენს დღეს ამ ისტორიას, ახსნათ რა იყო პრეისტორია, მანამ სანამ თქვენ გარკვეული პირები უკანონოდ თავისუფლებას აღიკვეთავდნენ და გაგიტაცებდნენ, რა იყო პრეისტორია, რა კონტექსტი, ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად, ლოგიკურად, რომ ეს ფაქტების ჯაჭვი წარმოადგინოთ. ამით დავაზოგინებდით დროს ჩვენ სახელოვან ფეხბურთელს ბატონ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც უდასტურებ კომისიის სახელით დიდ პატივისცემას, ვინაიდან თქვენ ორივე ერთი და იმავე არჩევნებში იყრიდით კენჭს თავის დროზე. შემდეგ ბატონ გიორგის, რომელიც თქვენს მერე გამოვა კომისიის წინაშე, იგივე კონტექსტის და პრეისტორიის აღწერა აღარ მოუწევდა ან დააზუსტებდა იმას, რასაც თქვენ ვერ გაიხსენებდით. გთხოვთ და შემდეგ უკვე თქვენი ინდივიდუალური ისტორია. ჩართეთ მიკროფონი, წითლად რომ აინთება ეს ნიშნავს, რომ ისმის და გთხოვთ. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში ილოცავთ აღდგომას, რავალს დაესწარით თქვენს ყველანი, თქვენი ოჯახებით, მთელი ჩვენი ქვეყანა. 17 წლის, 18 წლის ამბავია, 2007 წელს დანიაში სწავლობდი, მუშაობდი მაშინ და ქართული ფეხბურთის სიყვარულმა ჩამომიყვანა საქართველოში, რადგან ზუსტად იმ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დანიაში წავგო 6-1 და რომ დავინახე რა დღეშია ქართული ფეხბურთი გადავწყვიტე ჩამოსვლა
გავიარე სტაჟირება დანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და გენერალ მდივანთან ჩემი მეგობრები იყვნენ და რატომ მქონდა ახლა ეს პრეტენზია 1990 წელს მაშინ სტუდენტი ვიყავი ახალგაზრდა ერთ-ერთი დამფუძნებული ვარ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გახსოვთ ალბათ საბჭოთა კავშირში ვიყავი ჯერ კიდევ როდესაც ფეხბურთის ფედერაცია გამოიყო ძალიან დიდი ადამიანები ზურაბ პეტრიაშვილი და ალიკო ჟღენტის ხელმძღვანელობით გავაკეთეთ ეს საქმე და პრეტენზიაც ჰქონდა და გამოცდილებაც ჰქონდა საკმარისი რომ რაღაცა ქართული ფეხბურთის მეღუნა და 2007-ში ჩამოვედი კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად და გავიგე რომ ჩემი მეგობარი და ჩვენი ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძეც იყრიდა კენჭს და იყო მესამე კანდიდატურაც დიდი ნოდარ ახალკაციშვილი ნოდარ ახალკაცი უმცროსი რომელიც ძალიან განათლებული ძალიან ერუდირებული ახალგაზრდა კაცი იყო მუშაობდა გერმანიაში და ეს სამი კანდიდატურა ვიყავით ნუ გესმით ალბათ არჩევნები არ არის ჩემი ასახსნელი მოიგებს ის ვინც მეტყვას მოიგებს და რა თქმა უნდა მეც დავიწყე სიარული ჩემს მეგობრებთან რომლებსაც ხმის უფლება ჰქონდათ თუმცა უკვე რაღაცა გაუცხოების მაგვარი ვიგძენი იყო რამდენიმე დაპირება რამდენიმე ხმის რომელიც ზედარჩენებზე განოლდა ჩემი მხრიდან რადგან ზუსტად ვიცი რომ ქვეყნის პრეზიდენტის მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის მხრიდან იყო ესე იგი დავალება რომ ჩემთვის არც ერთი ხმა არ მოეცათ და შემდეგ უკვე ბუნებრივია უკან აღარ დამიხევია მაინც ვაპირებდი ყრილობაზე მისვლას და სიმართლის თქმას თუმცა უკვე გზნობდი რომ ხმას ვერავინ ვერ მომცემდა რადგან წინა ღამეს ორ ამომრჩეველს ვესაუბრე და თეთრი ფერი ჰქონდათ და მაჩვენეს ტელეფონი იყო დარეკილები ზემდგომი ორგანოებიდან და ასე შემდეგ მე უთხარი მე თქვენ ცოდვას ვერ დავიდებ თქვენს ისაც გნებავთ იმას მესით ხმა თქვენი ცოდვაში ნუ ჩამაყენებთ მეთქი მორწმუნე კაცი ვარ მეთქი გიორგიმ ძალიან იბრძოლა გიორგის ეხმარებოდა სერიოზული ჯგუფი ძალიან და მოიგوارჩენები ჩვენ დავემშვიდობებთ ხა მეგობრობათ მაგრამ საქმეა და დავემშვიდობებთ ერთმანეთს არჩევნების შემდეგ და გიორგის ბოლო სიტყვა იყარო მე უშენოდ ვერ წავამდგენია ქართული ფეხბურთის ფედერაცია და შენ გვერდზე უნდა იყო და მე ვთხარი კარი ნახოთ მეთქი და ესე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შევედით მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეში და ნახევარ საათში დავინახეთ მოვისმინეთ ტელევიზორში ის რას მოვისმინეთ რომ გიორგი ნემსაძე რომელსაც მოიგო არჩევნები და მოიგო დიდი უპირატესობით გადადგა უпроსტად აპირებს გადადგომას რა თქმა უნდა ყველანი მიხვდით საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ამის შემდეგ უკვე გავაგრძელებ ჩემი ისტორიას მე მივხვდი საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი რადგან დედამიწაზე არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ფედერაციაში არ მოხდა რა მსგავსი რამ პრეცედენტი არ ყოფილა ესეთი რომ არჩეული პრეზიდენტი გადამდგარი იყოს და ჩარეული იყოს ხელმძღვანელობა არც ერთ ქვეყანაში არ მოხდა რა მსგავსი რამე არ დაფიქსირებულა საერთოდ და დავიწყე უკვე როგორც ჟურნალისტმა პრესით რადიოთი ტელევიზიით პირდაპირ ეთერებში ძალიან ბევრჯერ გამოსვლა ამის შესახებ და პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის სახელის დასახელება ამის შესახებ და შემდეგ უკვე ძალიან სერიოზული ოპოზიციური მოძრაობები წავიდა ძალიან დიდი დემონსტრაციები იყო გახსოვთ უკვე მეორე წელსაც გაგრძელდა ეს დემონსტრაციები და შიმშილობდი კიდევაც ერთი კვირა ვიშიმშილე პარლამენტის წინ ერთ-ერთ კარავში ხო და იქ საინტერესო რაღაცა მოხდა მე და მორაგბე ბიჭები ვიყავით ერთად და გვინდოდა ერთად ერთ კარავში დამჯდარიყავით და 4-4 ანაწილებდნენ და ის ვინც ანაწილებდა ეს კარგად მახსოვს რა გითხარ რომ არა ეგრე არ შეიძლებაო რა სხვადასხვა ადგილას და ვერ მივხვდით მაშინ რატო გადაგვანაწილე სხვადასხვა ადგილას და მე მივხვდი ამას რა ერთი ყველა კარავში ერთი იყო ისა რა ქვია მაგას მოენე თუ მაგათი კაცი თუ რავი რაც გინდა და ჩამშვები თუ აგენტი დაარქვით რა ეს საიდან მივხვდი სტოვარი კაი ქართულ სიტყვა სტოვარი ერთი იყო სტოვარი რა არის ვინ ანაწილებდა ვერ გეტყვით ვიღაც ჩაულებრივი ჩვენებური რო გვეგონა ეგეთი ტიპი ანაწილებდა და მორაგბეები იქით გაუშვა მე აქეთ გამიშვა და 4 ვიყავით კარავში და ლაპარაკობდით და ეხლა საიდან მივხვდი რომ ეს სტოვარი იყო მე უკვე როდესაც რამდენიმე ხნის წინ რომ დამამუშავეს კარგად რომ გამიტაცეს რასაც მე დეტალურად მოყვები თუ და გაინტერესებთ რა თქმა უნდა ზუსტად იმ სიტყვებს მეუბნეოდნენ ეს ტიპები ვინც მირტყავდნენ რაც მე იქ თქვი და დღემდე ვერ მივხვდავ რომ ამ სამიდან რომელი იყო რა მართლა ვერ მივხვდავ რა რომელი იყო ჩემი თავი აშკარად გამომრიცხირა და აი ესეთი სიტუაცია იყო და მე ესე იგი ძალიან ბევრი სხვათა შორის მოდიოდნენ ფეხბურთელებიც მეგობრებიც ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა ჩვენთან და გვამხნევებდნენ რა როდესაც შიმშილობდით და 26 მაისი იყო ძალიან დიდი ჯერ შიმშილობაზე დავამთავრებ რა კაი მომენტია ესა რა ქვია
შიმშილოდ მოკლედ ვართ ერთ ამბავში და ვიღაცები აშკარად შემოდიოდნენ და რაღაცა ცდილობდნენ რომ წამოვეკიდეთ იმაზე, რა ქვია. ხო, და ჩემი მამიდაშვილი, ალალი მამიდაშვილი მოდიოდა ძალიან ხშირად, ამასაც გეტყვით მე რატო ვამბობ რა. მოკლედ ერთი კვირა ვეშიმშილდა და შიმშილობა მორჩა 4 დღის მერე და UEFA-დან მივიღე დანიშნა რა. ჩემპიონთა ლიგაზე მედია ოფისის ფუნქციონა შევასრულო, ფენერბახჩე ხდება ლონდონის ჩელსის რა. ხო და უკნა აცნობო რომ მოდიხარ არ მოდიხარო, სერიოზული თამაშია, ჩემპიონთა ლიგის თამაშია და ექიმები იყვნენ გოგონები რა. და ექიმებს ვკითხე მეთქი, ახლა გადაფრენას გაუძლებ მეთქი, ამდენიმე დღეში მეთქი და ექიმებმა მეთქეს თუ გინდა ცოცხალი დარჩეო, შიმშილობა შეწყვიტეო რა. და შევწყვიტე მე-7 დღეს შიმშილობა შევწყვიტე, რაღაცა გავიარეს ისენი რა, წყალი, სასითხები, რაღაცები და გადავფრინდა ჩვეულებრივად. ეს რომელი წელია რომ დაგვიზუსტოთ? 2007 წელია რა. 7 წელი, კი ბატონო. ხო და მოკლედ გაგრძელდა ეს ყველაფერი 2008 წელსაც. იყო ჩვეულებრივი დემონსტრაციები და 26 მაისს ძალიან ცნობილი დემონსტრაცია იყო 26 მაისს სოზარიც მონაწილეობდა. ხო და 26 მაისს დემონსტრანტთა ნაწილი ავიდა იქით ამხარეს რა ქვია ჩიტაძის ქუჩაა ხო? ჩიტაძის ქუჩიდან შესასვლელი რომ არის პარლამენტში. და იქ გისვესებია ჩვეულებრივი და მეც რაღაცა ავყევი ამ მასას. და რო დავინახე რაღაცა არ ვიცი შეჭერას აპირებენ თუ არ ვიცი კარებთან მივიდნენ და ამ კარებთან უკვე დგას სპეცნაზი. ნიღბებით სპეცნაზი ჩვეულფარებით იმებით ჩვეულებრივად და მე წინ გადავუგდი ამ ხალხს რომ მეთქი რა შვებით მეთქი რა და ამ დროს მიიღებს ყველა ტელევიზია აი ამ ტელევიზიიდან ჩემი სახე უკვე ვისაც საჭიროა იმას გადაეცა და ამ ტელევიზიებიდან უკვე მე ის ერთი ბოლო ერთი კვირა 26 მაისს და 1 ივნის მოხდა ჩემი გატაცება რა 5-6 დღეა რა და უკვე ერთხელ პოლიციის მანქანამაც გამაჩერა და იმაში გაისმა კვარაცხელიაო ხო და ნომერი ჩაიწერეს მანქანის და 1 ივნის ჩემი მეგობარი ჩამოფრინდა შოთა აროლაძის თამაშზე ჩვენი გიორგის მონაწილეობდა იმ თამაშში შოთა აროლაძის გასაცილებელი თამაში იყო გაცილების მატჩი იყო ძალიან ცნობილი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ და ჩემ ჟურნალის რუს მეგობარს მე დავხვედროდი მითხრა საათი მანქანა გარეთ მეყენა მიცუბიში პაჯერო მყავდა მაშინ და დაურეკე ჩემ მეგობარს ჩამოვებიდიო მეთქი 5 წუთში მან დავარმეთი უკვე შავი ზღვის ქუჩაზე ვარ იცით ახლა ეს აეროპორტთან ასახვევი და როგორც კი აუხვიე დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახება რა და მეთქი ეთყობა მთრალია ვიღაცა და გვერდზე გადავაყენე მანქანა შავი ზღვის ქუჩაზე აი შუქნიშანთან გავხვალ თუ არა და სანამე გადავაყენებდი 4 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმოხტრები არიან გამოგლიჯეს კარებები და ეგრევე მეცნენ ეგრევე შემათრიეს თავის მანქანაში აი რაღაც წამებში რა კინოებში რო გინახეთ ეგეთი რაღაც მოხდა რა თავზე რა თქმა უნდა ნიღაბი ხელები უკან გაკრული ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს ღმერთმა არავის არ უსურვებ იმ ესეთ მდგომარეობას ჩავარდნას მე უკვე გონება მოქროსა ვეღარ ხედავ გონება მოქმედებს და დაახლოებით მივხვდი რომ თბილისის ზღვაზე ამიყვანეს დაახლოებით ესე მივხვდი ну იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება ძალიან პროფესიული ცემა ესე ვთქვათ სამი ტიპი მირწყავდა როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა იმიტომ რაციის ხმა ისმოდა სულ და ну იყო საშინელი შეურაცხყოფა რა გინებები და ეხლა მესმის რომ დავალება რო გაქვს მიღებული და ადამიანს როცა კიდე მესმის მაგრამ როდესაც ადამიანს აგინებ მის ახლობლებს მის ოჯახს ნიშნობის ბეჭედის კი მომაძვრეს ხელიდან და ალბათ იცოდე რომ ჟურნალისტი ვიყავი და 10 თითი მოტეხილი მქონდა რა თითებში მირტყეს რა ერთი რაც მოახერხე უკან მახსოვს რომ მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და ნუ საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები ну რა ვიცი 6 ნეკნი მოტეხილი მე როგორც იქიდან დასკვნიდან წავიკითხე ლავიწის ძვალი უკანა ძვალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა თავში არ მირტყავდნენ რომ ტკივილი შემეცნო არ გავთიშული ყავი და გამეგო რატომ ჯიდნენ ну მეუბნეოდნენ სასაცილო ქვია ახლა იმ ფრაზებს რა რომ შენ რაღაც კაი ბიჭებზე რაღაცები გითქვიაო და ესაო და ისაო და ჩვენ ცხინვალიდან ჩამოვიდო შენი მანქანის მოსაპარატო ესე იგი 12 წლის მიცუბიში პაჯეროს მოსაპარატ ჩამოვიდნენ ცხინვალიდან ომამდე დარჩენილია თვენახევარი ჩიტი ვერ შეფრინდება ცხინვალში და აქეთ გესმით ახლა რა პერიოდია რა მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა და თან შეიძლება იღებდნენ კიდევაც რადგან მე მივხვდი რომ ცოტა ხანს რომ გაუძალიანდი რა ახმას არ ვიღებდი ვითმენდით კიუს და მე მივხვდი რომ ამათ უნდათ პირიქით რომ აი მე ხვეწრა რომ ბიჭებო არ მომკლად და რაღაცა და მაგას მივხვდი რა ხო და დაახლოებით 9 საათი 45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა ერთ წერტილში 10 ღმერთმა ყოლა დაიფაროს ერთ წერტილში 10-ში რო ურტყავენ ადამიანს ეს არის საშინელი ტკივილი რა და ჭყვიდან გადაყავთ ტკივილს და თან გაგინებენ რაღაცა და
მე რატომღაც ისე მოხდა რომ მანქანაში მქონდა ჩემი 3 პასპორტი, ვიზებით, რა ვიცი, მობილოები რაღაცები და რო ნახეს ეს ეტყობა ძალიან ამეტანი სამშობლოს მოყავდეს არ გავსო რა, ეტყობა ინფორმაცია ჰქონდა უბრალოდ სახელი და გვარი და მანქანა. და მე ეტყობა ეს რაციაზე ვინჩის და უთხარო ესეთი ის არის UEFA-ს ვიღაცა არის და მე ეტყობა მიიღეს გადაწყვეტილება ძლიერი ტიპები იყვნენ რა, ცალი ხელთან წია ერთმა მახსოვს და წამიყვანეს ვაშლიჯვის ტყეში დამაგდეს. გზასთან ახლოს. იმიტომ ხმა მესმოდა გზის. თუ სადღაც 1 საათი ალბათ ვეგდე იქა, უკვე ვცივდებოდი მახსოვს, ხელებს ვეღარ ვძნობდი, ფეხებს ვეღარ ვძნობდი და ძაღლმა მიპოვა რა, ძაღლის ყეფა მესმოდა, ძაღლი მოვიდა, მე პატრონი მოყვა და მითხრა რა მოგივიდა ძმაო და მეთქი ხელები სასწრაფოდ გამესენი, თითებს ვეღარ ვძნობ მეთქი და ჩემი ძმის ტელეფონი უთხარი და ჩემოზე მომოვარდა რა თქმა უნდა რა მაშინვე და წამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ბატონი სოზარი მაშინ სახალხო დამცველი იყო და აეროპორტიდან მობრუნდა და პირდაპირ სოზარი მოვიდა და ჩამომიჯდა პირდაპირ იმაზე რა ქვია ლოგინზე კარგად მახსოვს იქ UEFA ხო არც ერთმა არხმა არ გადასცა დილას 9 საათიან არ გადასცა 12-იან არ გადასცა 3 საათიანმაც არ გადასცა და მე ჩემმა რუსმა მეგობარმა რომელიც მელოდებოდა მე აეროპორტში გაგიჟდა რომ 5 წუთის წინ ველაპარაკი უნდა მოსულიყო ჩემი მისამართი წოდა ტაქსით მოვიდა ჩემ ოჯახის წევრებს ძმებს უთხრა და დედაჩემს არ გააგებინა და უკვე რეკავენ რომ მამუკას რა მოვიდა და ამ ბიჭმა ადგა და გადასცა სპორტ ექსპრესი არის ძალიან ცნობილი რუსული გამოცემა რომლის კორესპონდენტიც ვიყავი იმ პერიოდში და სპორტ ექსპრესსა გაავრცელა მთელ მსოფლიოში ყველა სააგენტოში და 6 საათიანზე უკვე გადმოცეს რომ ეს აჩვენეს რაღაცა ისა რა კადრები არჩვენებიათ და მე სოზარის დიდი ძალისხმევით Human Rights-იდან მოვიდნენ და ინტერვიუ ჩაიწერეს და დღესაც დევს Human Rights-ში ჩემი სისხლიანი ფოტოები და ეს ყველაფერი. აი მოკლედ თუ შეიძლება ითქვას ასეთი ისტორია იყო. ხო მე ბოდიში კიდე UEFA-მ გაიგო, UEFA რეკავდა ყოველ საათში რომ აი ჩვენი ის არის და არაფერი, სოზარიც იქ იყო, ეგეთი ცნობილი ფეხბურთელია. მიხაელ ლაუდრუპი UEFA-მ დაავალა ლაუდრუპს რომ შოთა არველაძე თამაშე რომელიც იყო ჩამოსული და წახვალო იმაშიო რა ქვია, საავადმყოფოშიო და ნახე როგორ არის და გადმოგვეციო UEFA-მ დაავალა და წარმოვიდგინეთ ახლა ყველაფერი ისმინებოდა ხო გესმით და ლაუდრუპი მირეკავს რომ როგორ ახარ აშვები UEFA-მ დამავალ ახლა შენთან უნდა მოვიდეო და ნემსოსთან ერთად იჯდა გასახდელში თამაშის წინ მე ვუთხარი არ მოხვიდე გოლი შეაგდა ჩემს სახელზე მეთქი შენც რამე არ მოგიტაცო მეთქი რა აი ესეთი ისტორია იყო მოკლედ რა გასაგებია კითხვები ბატონი სოზარი ბატონი გურამი თქვენ დეტალურად კი მოყევით მაგრამ საინტერესო იქნება რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ჯერეთი თქვენ ამბობთ რომ გიწყავდნენ ფიზიკურად გეუბნებოდნენ რომ რაღაცები კაი ბიჭების წინააღმდეგ გითქვიათ მაგრამ ნუ მაინც იქნებ გაიხსენოთ რომ ანუ რას დაუკავშირეთ აი თქვენ საქმიანობას წინა პერიოდს თქვათ იქ აი ამ ფაქტს რო გააპროტესტეთ როგორ ჟურნალისტი ოპოზიციურ ჩემ ოპოზიციურ იმას დაუკავშირებ იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამოდიოდი ყველა ტელევიზიაში გაზეთებში სტატიებს წერდი რომ როგორ ჩაერია ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეში როგორ ჩაერია და უნიკალური რაღაცა მოხდა და მათ გამონათქვამებში ანუ ხო და მე უკვე გადავედი ფაქტურად ნუ ახლა არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყავი და არც ვარ მაგრამ ნუ გადავედი ოპოზიციაში და ყველა მიტინგზე მონაწილეობდი შიმშილობდი ჩემი გვარი ჰქონდათ ჩემი საკველაფერი ჰქონდათ უკვე როგორც გითხარით ერთ-ერთი სტოვარი როგორც ზანეთ სტოვარი იყო და გადასცემდა ყველაფერს რა და იცოდა ყველაფერი იცოდნენ რა მოკლედ და ნუ უკვე და მე როგორც მახსოვს სხვათა შორის ნინო ბურჯანაძე თქვა ერთ-ერთ გადაცემაში მიშას დაუძახია ნინოსთვის და მისთვის რა ქვია შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ვანოსთვის და როგორ ჩაეცხროთ ეს მიტინგები და ვანოს აზრი ყოფილა რომ აი ეს სიტყვასიტყვი თქვა ეს ნინომ ესე მახსოვს მე ტელევიზიაში რომ დავაჩმორიკოთ ცემოთ ეს ლიდერები რადგან დაჩმორიკებული ლიდერი ვერ იქნებაო და იმ პერიოდში პირველიდან 3 ივნისამდე 15 კაცი ნუ არ ვიცი რამდენად ლიდერი ვიყავი ასად არ ფიქსირდებოდი უბრალოდ ყველა მიტინგზე ვიყავი ხოლმე და 15 კაცი ვცემეს რა და აგერ წამოგიღეთ კიდევაც ამერიკის კონგრესშია გაგზავნილი სოზარის მიერ გაგზავნილი საბუთებია ყველას გვარებია ამ 15 კაცის გიორგი თავდგირიძე თუ გახსოვთ ძალიან სერიოზული სამხედრო ექსპერტი იყო და საოცრად გაუსწორდნენ გიორგის აი ძალიან ცემეს გიორგი და ასე შემდეგ აი ამ 40 წუთის განმავლობაში რამეს გეუბნებოდნენ აი მაგას მეუბნებოდნენ რა ანუ კვალის დაფარვის მიზნით რა რომ ესე იგი მანქანის მოსაყარად ჩამოვიდნენ ოსეთიდან არიან და ასე შემდეგ და მე კიდე თუ აი მე მაგას გეტყვით ალბათ თქვენს გექნება კითხვები გამოძიებაზე და მაგასაც გეტყვით გამოძიების კომიკურობას რა
გამოძიება ამ გატაცებასთან დაკავშირებით. გატაცებას რა თქმა უნდა საქმე აღიძრა. მაინტერესებდა თქვენ რო თქვით გამოაცხადეს 6 საათიანშიო და აი რა გამოაცხადეს მე რა როგორ აღწერეს? ნუ რო UEFA-ს მედია ოფიცერი galახეს და ასე შემდეგ მოიტაცეს და galახეს და რაღაც არ მოკლეთ რა. ფათაშორის რა იმიტომ რომ ვერ გაბედავდნენ ტელევიზორ როგორ გაბედავდნენ მაშინ აბა მიშას წინააღმდეგ ეგეთ რაღაცების იმას. მე პირდაპირ ხელსვადებდი რომ აქედან კი ბატონო და ისე მე ეს გამოძიება კომიკური იყო ესე იგი რამდენიმე დღე ვიწეგი 4 დღე ვიწეგი რეანიმაციაში მე სახლში გავაგზავნე მკურნალობა მე გამოძიებელი მოვიდა ბუნებრივია და ნუ როგორც მესის მე არა ვარ პროფესიონალი მაგრამ ლოგიკურად უნდა ახვიდე ადამიანი და ნახო ის ადგილი და ის სკოჩები ასე ვთქვათ უნდა ანახო თითის ანაბეჭდები ალბათ ხო ლოგიკურია ალბათ ლოგიკურია ის რომ ჩემ გატაცებულ მობილურიდან ურეკავდნენ ჩემი ანებს ოჯახის წევრებს და ეუბნებოდნენ მანქანა თუ გინდა წაიყვანოთ $3000 ჩამოიტანეთ ცხინვალში და წაიყვანეთ ნუ გასაგებია რომ სასაცილო იყო ეს ამბავი რადგან რუსულად ელაპარაკებოდნენ რადგან ცხინვალში ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა მაშინ თვენახევარში ომი დაიწყო რა აგვისტოში ხო და არც ვეუბნეოდი ამას გამომძიებლებს და არც დაინტერესებულან რომ ხო იცით ახლა რა ადვილია როდესაც გირეკავს მობილური აღმოაჩინო ის მობილური სად არის არც დაინტერესებულა და ყველაზე მესამე ყველაზე კომიკური და საოცარი რამე რა ჩემს გატაცებულ მანქანას ეძებდნენ სხვა ნომრით სხვა ნომერს ეძებდნენ ანუ ძიებაში იყო ჩასული სხვა ნომერი ჩემი მანქანა იყო PLP 0 და LPL 0-ს ეძებდნენ თუ პირიქით რა მნიშვნელობა აქვს მაგას მოკლედ რა ანუ საიდან გავიგე 6 თვის მერე ვიღაცა კაცმა და ამერიკა რომ შენი ყოფილა ნომერიო და მანქანა ვიყიდეო ჩემი ახალი მანქანაო და მაგ ნომრის აღებამი და თქვენი ყოფილაო და არ იყენებთო და დამითმეთო და მეთქი ეგ არ არის ჩემი ნომერი მეთქი როგორ გამოძიებაში არისო ამომიგდო იმანო და ნუ მაშინ მივხვდი რომ ესეთი მომენტი ანუ მანქანა დაიბრუნეთ არა მანქანა დღემდე დაკარგულია 17 წელი მანქანა დაკარგულია და არც არავინ დაუკავებიათ ამ საქმესთან დაკავშირებით გასაგებია ვინც შეიძლება ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში ისინი იძიებდნენ და ეხლა რაზე ალაპარაკი ბატონო მამუკა ხო თქვენ ახსენეთ რომ როდესაც არჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა ფეხბურთის ფედერაციაში შეხვდით თქვენი მეგობრებს რომლებიც თქვენ გიჭერდნენ მხარს ესე სიტყვიერად და გვერდში გედგნენ მაგრამ აღნიშნეთ რომ განახეს ტელეფონები რომ დარეგილები იყო ხო არ გახსოვთ ან ხო არ იცით ვისი დარეგილები იყო ამ ნომრებზე? ვისი დარეგილები არ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იმით იყო რა გაში შიფრით იყო დარეგილი. მაგრამ იქიდან გამომდინე სახლში ავაკითხე. ხო არ უთქვამთ თქვენთვის რომ აი ამადა. პირდაპირ არა, გვარი არ მითხეს რა თქმა უნდა, ვინ დაურეკა, მაგრამ დაურეკეს იმ ორგანოებიდან, რომელიც კურირებდნენ ქვეყანას და არჩევნებს და იმ ადამიანების სახის ფერიდან გამომდინარე და ორგანოები იყო ეს ვინც კურირებდა უშიშროება ალბათ ხო ალბათ სხვა იმიტომ რომ უშიშროება კურირებდა რა თქმა უნდა არჩევნებს კი ბატონო იმიტომ რომ პირდაპირ მიშას დავალებული იყო და ერთ-ერთმა მანახა რა თქმა უნდა გვარებს არ გეტყვით ჩემი მეგობრების ისინი მე შეუნდე და შესანდობიც იყო და უფალმა შეუნდოს ერთმა პირდაპირ მანახა ერთ-ერთი იყო ბიზნესმენი და პირდაპირ მანახა თუ არ ვწდები ადეიშვილის უწყების მიერ გამოგზავნილი თუ არ ვწდები საბუთი რომ მის ფირმაში აპირებდნენ შემოსვლას შესამოწმებლად და ეხლა ადეიშვილის შემოსვლა რა იყო კარგად გახსოვთ ალბათ ყველას ვინც მაშინ ასე თუ ისე ბიზნესთან ახლოს ის ჰქონდათ ხო და რა მე უთხარი კარგად ზედ არჩევნების წინ და მე უთხარი რას მელაპარაკები არ გაბედო არაფერი რამე არ დაგიშავნდა ცოდვა არ იმასაც ცოდვაში არ ჩამითვალო მეც მეთქი რა და პირიქით რა როგორც შენი სინთეზი არ ვთქვა როგორც შენი გადარჩენის ინსტინქტი იგარახებს ისე გააკეთე მეთქი და ესეც მოიქცენ ის ბიჭები და ღმერთმა ჯამთელად ამყოფთ მაგრამ გადარჩენ გადარჩენ მადლობა ღმერთს გადარჩენ კი თქვენთან პირადად არ გამოსულა არავინ არა ჩემთან იცოდნენ რომ მე არაფერზე არა ჩემთან აზრი არ ქონდა იცოდნენ მიცნობდნენ საკმაოდ კარგად მიცნობდნენ რა ასაგები ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ჩარეული ლოგიკურად კი იმიტომ რომ ვანოს დაავალეს და თუ ესე აღნიშნეს იმ ხალხმა ვინც აი მე ქალბატონ ნინოს ის მახსოვს რა რომ ესე თქვა და მე დავაკავშირე იმას რომ ზუსტად ეგრე იყო 15 კაცი ვცემეს იმ სამ დღეში რა ერთი და იგივე სცენარი იყო აბსოლუტურად რა 4 კაცი მანქანით შავი ჯიპით უნემრო ჯიპით და ესა ჩვეულებრივად რა კა მადლობა კითხვები თუ არა ის კიდე პატარა გაგრძელებას მოვყვები ერთი კითხვა მაქვს და შემდეგ გაგრძელება რომ მოყვეთ რაცია ახსენეთ თქვენ კი რაცია იყო თუ მობილური ტელეფონი რაცია იყო აშკარად რაციის სპეციფიკური ხმა იყო რაციის და ხომ არ გესმოდათ რაცია არა არ მესმოდა იმიტომ რომ ბუნებრივია ჩემს გასაგონად არ ილაპარაკებდნენ იმას
შესაბამისი აპარატურა ექნებოდა და ის ისმენდა ვისაც ეუბნებოდნენ, იმიტომ რომ კარგად მახსოვს რომ ყველა დეტალი მახსოვს რა ფაქტიურად, იმიტომ რომ ღმერთმა ნურავი ჩაგდოს ესე დღეში სიკვდილის სიცოცხლეს რომ იმას ქნერა უყურებთ ხო და მაშინ მახსოვს რომ ბოლოს რომ დარეკეს უკვე კაი ხანს ელაპარაკნენ ეთყობა რაღაცა უთხრეს და მაშინ გადაწყვიტეს რომ ჩემი გადაყვანა სხვაგან რა აი ეს კარგად მახსოვს რა რაც ის სპეციფიკური ხმები იყო რა ბატონი ალეკო თქვენი საუბრისას მოგესალმებით ბატონო რომ ნათესავთან დაკავშირებით გეტყვით კი ახლა მაგის თქმას ვაპირებდი სწორედ ესე იგი გადის აქედან გამოვედი საავადმყოფოდან დავიწყე კიდე სტატიების წერა კიდე ესე იგი რაღაცეების ტელევიზორში სხვათა შორის გამოვედი და ჩემი ალალი მამიდაშვილი რომელიც ჩემთან ხშირად სტუმრობდა სოფლიდან იყო სამეგრელოდან წალენჯიხის სოფელი საჩინო ეგეთი მოვიდა ჩემთან ძალიან ისეთი ვიზიტი იყო მოულოდნელი რა რო არ ელოდები არც დროს და არც იმას და მეთქი რა მოგივიდა მეთქი სახეს შეშლილი ქონდა და დამიჭირესო იმაზეო რა ქვია ტყის სანაპიროსთან ამიყვანესო გარდაცვლილია ეს ბიჭი ღმერთმა აცხონოს გია და დამიჭირეს ჩამსოს მანქანაშიო მობილური ეგრევე გადამიგდეს ტყარშიო წამიყვანესო შემამოწმეს ნარკომანი ხომ არ არისო და ვინც მომოწმებდონ ეუბნეოდნენ რომ ჩაწერეო რომ ისინი გადაირენ როგორ ჩაწერტო კაცი არაფერი არა აქვს და როგორ ჩაწერტო მე მამუშავე არ უცემივარო მამუშავებდნენო რაღაცას მეუბნეოდნენო და წამიყვანეს მე ერთ-ერთ სამართლოშიო ვერ იხსენებს რომ სამართლოს სარდაფში ჩამიყვანესო და მითხრესო რომ ვიცითო რომ შენი ბიძაშვილია ვამგვაკვარაცხელიაო ვიცითო რომ შიმშილობდაო შენს ხშირად სტუმრობდიო და მაჩვენესო ჩემ ოჯახზე გადაღებული ფილმი ჩემი მეუღლე როგორ სადაყენებდა მანქანას დედა ჩემი პურის რომელ მაღაზიაში მიდიოდა ჩემი ძმისშვილი ჩემ რძას რომელ ბაღში მიყავდა ეს მაჩვენესო და მითხრესო რომ გადაიცი კვარაცხელიას თუ არ გაჩერდებაო ყველაფერი ვიცით მაღაზეო იმ დღის მერე ახლა გესმით რა მომივიდო და მეთქი ჩემი თავი ჯანდაბას და მეორე დღეს თუ მესამე დღეს უკვე დანიაში წავედი დანიაში დიდი სამეგობრო მყავს საპატიო მოქალაქე ვარ ერთ-ერთი ქალაქის ფრედერიკსჰაუნის და მეგობრებთან ჩავედი რომ მეთქი უკვე სხვა გზა არ მქონდა რა რომ მეთქი ოჯახის წევრებს რამე არ დაეშავებინათ და იქ მე შემომთავაზე დანის მოქალაქეობა არ ვიცი საბედნიეროდ სამწუხაროდ არ დავრჩი 6 თვეში მაძლევდნენ დანიურ პასპორტს და აღარ დავრჩი და მზარ მინდოდა ჩამოსვლა რომ ჩემი არჩევნებზე 2012 წლის არჩევნებზე ჩემის დამეფიქსირებინა რა და მე წავსულიყავი თუ ვერ მოვიგებდა თქვათ ქართული ოცნება და მოხდა ისე რომ მოვიგეთ ესე იგი ეს ყველაფერი დაიწყო იმის გამო მხოლოდ რომ თქვენ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე უნდა ყოფილიყავით ერთ-ერთი კანდიდატი პოლიტიკურად აქტიური თქვენ არიყავით მაშინ არ იყავით არა პირიქით მიშასთან სხვათა შორის კარგი დამოკიდებულება მქონდა სააკაშვილთან რავი თვითონ მეგობარს მეძახდა რამდენჯერმე შევხვედრი ვართ ერთმანეთს და კაი ასთა გასვლა გამოცდილებიც ქონია ფეხბურთის სფეროში და სხვა სფეროებში და იყო ძალიან განათლებული ისეთი ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მიხაროდა რომ ესეთი პრეზიდენტი მოდიოდა ქვეყანაში მართლა მაგრამ მე უკვე პრეზიდენტი რო გახდა ძალიან შეიცვალა ეს ადამიანი და პრაქტიკულად საერთოდ აღარ ქონია ჩემთან კონტაქტი მე მინდოდა მასთან კონტაქტი იმიტომ რომ ბევრი პრობლემა იყო ქართულ ფეხბურთში დააგროვილი და მე და გიორგისაც ბევრჯერ გვილაპარაკია ამაზე და ეხლა იცით გიორგი ერთ-ერთი მე ლეგენდარული ფეხბურთელათული საქართველოს ნაკრების კაპიტანი თბილისის დინამოს კაპიტანი და კაცი რომელმაც გაიყვანა ერთადერთხელ მოხდა ქართული ფეხბურთი თბილისის დინამო ევროპის იმაში რა ქვია ჯგუფში ევროთასებზე და ნემსაძის დიდი დამსახურდა გაიყვანა საოცარი ადამიანი და ბევრი გასვლა გამოცდილა ჰქონდა აზრები და სამწუხაროდ დღეში იყო ქართული ფეხბურთი ამის შველა გვინდოდა რა და ბუნებრივია მე აღარ გავჩერდი რომ იმიტომ რომ ფეხბურთი იყო მთელი ჩემი ცხოვრება აი ვერ წარმოიდგენთ რა არის ჩემთვის დღემდე დინამო სტადიონთან რო გავავლი რიკულეს ვეფერები რა გიждები ის სახლი იყო ჩემი რა ხო და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა მტებოდა რა ქართული ფეხბურთი რა სტადიონები გასხვის და კორპუსები აშენდა აი მაგაზე გავგიჟდი კორპუსზე 30 სტადიონია დაკარგული რა თბილისში 30 სტადიონი ნიშნავს 7-8 ბავშვამდე ქუჩაში გაშვებას და ჩვენ ეხლა პირველი რაც გავაკეთეთ 6 სტადიონი იცით ეხლა თქვენ კახი თბილისის მერია ლევანი ფედერაციის პრეზიდენტი და ამორის თანამშრომლობით 6 სტადიონი 6000 ბავშვი მოუმატეთ ქუჩიდან ფეხბურთს და მოვაცილეთ ქუჩას რა წარმოიდგინეთ რა არა ყველაზე ცუდი არის სტადიონი და ტაძრის დანგრევა არის ჩემთვის ერთი და იგივე რა
და იქიდან წავიდა რა. მე უკვე ბუნებრივია დავდიოდი ხარ არც ერთ პარტიასთან საქმე არ მქონდა, მაგრამ დავდიოდი რა, ჩემ მოქალაქეობრივ ვალს ვიხდიდი მიტინგებზე და იქიდან მე უკვე ეტყობა ძალიან თვალში იმას ვქენი და თან ტელევიზიაში პირდაპირ ვამბობდი, აი სახელმწიფოს ვამბობდი და მიშა ალბათ მაგაზე გაგიჟდა რომ ეხლა ხო. მადლობა ღმერთს მე გადავრჩი და ხალხი ვერ იპოვეს. ბატონი სოზარი. მე მგონი ყოველთვის ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც რო დავაზუსტოთ რა. კი ბატონო. ესე ჩვენი მაყურებლისთვის. გირეკავდნენ მანქანის დაბრუნებაზე, ვითომ არა, მე არ მირეკავდნენ, ჩემი მობილურიდან რეკავდნენ. ჩემი მობილურზე ხო იყვნენ ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონები. ჩემი მობილურიდან ურეკავდნენ 3 დღე, სანამ მობილური დაჯდებოდა, ურეკავდნენ ჩემი ოჯახის წევრებს და ეუბნეოდნენ 3 დღე რუსულად ეუბნეორე რომ თქვენი მანქანა, შენი მანქანა გადაყვანილია ცხინვალში, ჩამოიტანე $3000 თანხაც მახსოვს და მოგიტაცეს ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ ჩვეულებრივად. არანაირი ასე ლაპარაკობდნენ. გასაგებია თან რა ადგილას მოხდა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ქუჩა, სადაც ყველაზე ბევრი მანქანა დადის. კამერები, მანქანა, სხვათა შორის კამერების, ხო, კამერებიც არ ამოიღეს, ერთ-ერთი ფაქტი იყო იმაზე. კამერებიც არ ამოიღეს. ისე სწრაფად გაიარა მანქანამო, შუქნიშანია რა, შუქნიშანია. გავაჩერე კარგად მახსოვს და წვანე რუაინთო რამდენიმე წამის მერე წავედი და ისე სწრაფად გაიარა, ზუსტად მახსოვს სიტყვები გამოძებლის. ისე სწრაფად გაიარა მანქანამ ნომერი ვერ დავაფიქსირეთო რა. კარგი, კითხვები ხომ არ არის? დიდი მადლობა ბატონო მამუკა. მადლობა თქვენო. თუ თქვენ დაუბრუნდით ამ საქმეს. თუ თქვენ თანახმა იქნებით რომ გაუცვალოთ ბატონ გიორგის ადგილი, მანამდე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სახით მთელს ფეხბურთის ფედერაციას და აუდასტურო კომისიის სახელით დიდი პატივისცემა ბატონ ლევან კობიაშვილს და მადლობა გადაუხადო იმ წარმატებული საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ყველა ერთად ეწევით ქართული ფეხბურთის და ახალგაზრდა თაობის წარმატებისთვის. თქვენ თქვით რომ იღუპებოდა ქართული ფეხბურთიო და როდესაც ასე ექცეოდნენ სულ რომ სხვა არაფერი დაეშავებინათ